თეკლა გურგენიძე რო კი ბებიდან დაგურებულა, გაიგე? იმ ახალმა ფეხსაცმელებმა უმტყუნა. ანასტასია, რას ლაპარაკობ მაგდენს, გოგო? გადადეხლა ტელეფონი და რას გითხარი გააკეთე. რა უნდა გავაკეთო? შეხედე რა. გოგო, არ გითხარი წეღან? ლობიო უნდა გაარჩიო და დაადგა მოსახარშად. მე საყიდლებზე მივიდივარ და მალე მოვალ. ჭკვენად იყავით. ანასტასია, იცი დღეს ბავშვებმა უნდა ვიქეიფოთ ეზოში. ყველამ უნდა გამოვიტანოთ ლობიანები და წვენები. ბესედკაში არ შეხვიდით. მან ჩვენ უნდა ჩაუწყდეთ და მაინც გამოგყრით. შაშენ ცუდად რო გახდი მანდ გახსოვს? მახსოვს კი, ეგ ფოტო გამომიგზავნა ეხა თიკომაც. თვრალი რო ვარ და სტოლბაზე შემოხვეული. სად ნახე გოგო ეს ფოტო? იმენ არქივში მუშაობ, ხო? კიცი ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკი. ჩუმად იყავი რა, მულტფილმს უყურებ. არა თიკო, ეგ თეკლა გურგენიძის მეექვსე შეყვარებულია. რომელი და მხატვარი? საფლავის ქვებზე რო ხატავდა. აი მე ისეთი ცომი გამომივიდა, რომ გამოსაცხობად დაგენანება ადამიანს რა, ოქროსავით არის. ანასტასია, მოიშვი ახლა მაგ ტელეფონზე გამომიტანე, მიდი ისლობიო. დავიწყო გამოცხობა, კაცო. ხო გაამზადე? აუ დამოვიწყდა პროსტა. თიკო მაგ ბიჭის ნომერი გამირკვიე. როგორც ვატყობ ერთი საფლავის ქო ჩემთვისაც დაბჭირდება ამ საღამოს. ესე იგი შენ წამოყვან არსად არ ღირს, რადგან დაინახა ყველაფერი გინდა. რა გინდა, მეც მაგ ჩემი ფულის ქურქარცე და რასაც მინდა იმას ვიყიდი. რატომ მაგიჟებ? დარიჯე 70 ლექ მარტო ამბარაცე რა უნდა იყიდო მაგით? თეკლა ნუ გადიხარ არ იგიდან სამ ადამიანმა გადაგასწრო უკვე. გამარჯობა, რას მიირთმევთ? გამარჯობა, ქურქარით და სტუდენტკარით რო აქციაში მენიუები ეგინი გვინდა. მე მინდა ორმაგი ჩიზბურგერის კლასიკ კომბო და ჩემი ძმისთვის ჩიზბურგერის კიც კომბო. 8.95 რო ღირს აი ეგ. მე იაფიანს რომ მყიდულობს კიცი რატო? იმიტომ რომ კიცი ხარ. ვიდეო მარიკო მაგიდა დაიკავე. აი ის ქალით გება და მიდი მან დაჩეკი. გამარჯობა, მე მინდა ვენდის ბურგერის კიც კომბო. აუ, შენ შემთხვევით თეო გამეხარდაშვილი ხო არ ხარ? კი, მე ვარ. ნიკუშა შეყვარებული ხა? კი. აუ, ვიცნობ ნიკუშას, რა ნახავ გადაეცი თეკლა მაგიკითხავი და მიხვდება. კარგი. თეკლა გამოაღწიე რა დროზე. მოდი უმარიკოსგან ფრიებია იყი. მაინც ვერ გაიგებს ვერაფერს ავაცალოთ ცოტა. აუ, კაი იხლა შეჭამე რა. არ მინდა. მომპარეთ ფრიები. აი რა ფერი მოგვიპარია, რატო არ გჯერა? აუ, როგორ არა? ჩემგან მოპარული ფრიები თეკლა ჯიბეში კონდა იქიდან ჭამდა. ჯიბეში ჩაიღარე გოგო, საღოლ. მზიებებოს 12 კვილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. ხათურა შტერეალე. მეც მინდა ასეთი კვილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდი კედელთან დაკრიჭა კვილები. მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის. კაი გოგო, რეებსეუბნები მართლა იზამს. მომისმინეთ, ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებოს 113. 18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებდეთ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შევურიოთ, ხო? ისე საიდან მოაგროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებს წელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არც არაფერი არ გვიდგას სოფელში პეიბოქსისგან და პეიბოქსი არა, პეიბოქსი ქვია მაგას. და ისე ჯობია ადამიანმა SMS კვითარი აიღო, ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხა ვაიბერის ლინკით გაგაწევრიანებთ პეიბოქსის არხზე და 5-5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე, ეხა პირადი კაბინეტი და მზიებებო რო ტელეფონის ნომერს ამატებდა. 10 წამში იქნა ეგ მზიებებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეცა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაყიდეთ თქვენნაირები. დალეცა. ლექსუს ურეკავდა არ პასუხობს. არა უშავ შეგიდე ცოტა ხანში დაურეკე. აუ ის ხო გახსოვთ 18 თებერვალს ღიაკარის დღე როალდა უნივერსიტეტში და მივდივართ. აუ ერთი წუთი ღიაკარის დღე რას ნიშნავს? კარები ექნება დღე და სკვაზნი აქ უნდა იჯდე. რას უნდა ნიშნავდეს? საჩუქრებიც იქნებაო როგორც გავიგე. აუ საჩუქრები მე ნამდვილად არ მიყვეს. რა შეუნა გიხარდეს ვალენტინობაზეც რო არაფერი გაჭუქეს.
ლექსოს ბებია გავხდო ცუდად და მაგიტო ვერ მიყიდა ვერაფერი. აუ კიდე იცით რა შემპირდა გოგოებო? ალტეში ღია კარის დღეზე მამაჩემის მანქანით გაგიყვანო. აუ მამამის რაღაც ორკაციანი მანქანა ყავს, ალბათ მაგაში ვერ ჩავეტევით ჩვენ. და კიდე ის მითხრა რომ შენ გარდა არასოდეს არავის არ შევხედავო. ანესტესია მე მგონი რომ გატყუებს შენ ეგ ბიჭი. როგორ ჩენი ტყვით ეგ? შეგშურდა ალბათ მე რომ მანქანით მივდივარ ალტეში და შენ რო ავტობუსით უნდა მოხვიდე. აუ შენ ვაფშე ვერ ხვდები ხო საით მიმყავს საუბარი? გუში მწერდა ლექსო და მთელი ღამე მესიჯობდით. რას გწერდა? რას მომწერდა თქვენი აზრით? ისევ მიყვარხარო და ეგეთები. ისიც მითხრა რომ ანასტასია შევრუდი და არაფერი არ უთხრაო. მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან ცუდი ადამიანი გამოჩნდებოდი და მაგიტო გეუბნები ახლაც. შენ თვითონ ნახე მესიჯები. მართლა მიწერილები აქვს. აუ როგორ მინდა რომ ჩემი ხელი დავახჩო ეხლა ლექსო. მაგრამ ჯერ მე მახჩობ საკუთარი წრიმლები. ვინ დაწერა ეს აქ პოლივიზატორით? არ დაგინახავთ არავის? მავრა, ხო არ იცი ვინ დაწერა ეს? რა არის აბა ინგა დაწერილი? ნია მიყვარხარ. დედა რამ ხელაზე დაუწერია. გოგო თან შეიღებე შენ? ხო. დედა გოგო შლაგბაუმი მეგონა შორიდან. არა დეგენერატები არ არის. არაფერს ღირსი არ არის ეს ხალხი რა. შენ კარგად იცი, მოყარილი მყავდა ღებავი ერთი კვირის წინ შევაღებინეთ ეტრად თელი სადარბაზო. ეს რო გავედი, საგდან არის ახალი გაკეთებულია ეს. გოგო, ნია ვინ არის ერთი გამახსენე. ნია გოგო, ნია მაიასი მეოთხეზე. აგერ მოდის. ნია. შვილო მოდი ერთი წუთი ინგადეი და საქმე რა. ნია შვილო, აი ვინ დაწერა ეს არის? აი როგორ დედაშვილს ისე გელაპარაკები? ვინ დაწერა ეს? იმიტომ რომ მე ახლა სამძიმარზე ვიყავ იქიდან მოვდივარ, რო გავეცახდ არ ყოფილა ესეთი რაღაც დაწერილი და რა იყო ახლა მეტი შეგნება არ ქონდა იმ ბიჭს? აუ ასეთი არა ვარ ინგადეი და თქვენ თავს ვიცა ვარ. მაგრამ რავი ახლა რამდენი ვიღაცას ვიავსები ასე თუ წერეს რაღაცები გაივსება ალბათ ხო აქაურობა. ესე იგი იმდენია რომ არ იცი. ეჭვით არ გაქვს არავის. კაი. არა მე ასე ამას არ დავტოვებ, მავრა ჩამოვიტან ახლა იმ საღებავს, დარჩა გოგო იმ დღეს ღებავს თეთრი საღებავი და გადავღებო ჩემი ხელით. აბა იღა მაკლია ახლა ვიღაცა 18 წლის ღლაპმა მიჯღაპროს სადარბაზო პოლივიზატორით. ჩამოვიტან ახლა. ჩემ თვალწინ გადაღება ინგა მათი წუთის წინ გოგო ნახე რა დაწერეს. ინგა გოგო მავრა ვარ გიხვეწები ჩამოდი სადარბაზოს და რა დაგიწერეს ნეტა იცოდე? ნია, აი შვილო რა კენი. აუ ვინმეს თუ უყარ ვარ დამნაშავე მე ვარ, მე რა ვქნა? მავრა სადაწერეს გოგო გამოცვლას ვერ მოვასწარი. ვინც ეს გადაღება იმის დედაშ. გადავღებავ მე ისევ ამას. დი შენ თორ ხორცის გემო აქვს. ვაიმე არ შეჭამოთე გრაფ. კონიაკის მაგივრად შემწვარი კატლეტის ეთით დავნამე ექტორტი. რა კენი? აუ იმინე საოცრება იქნება. იმედიათ ორმაში ქათმის სალათ არ შეახვიე. ინგექტორტი ახლა გამოდის თორე სოფელში გავბრუნდები დღესვე. სახლეს საჭმელს გემოქონდა. ინგა მადარცაკ 24 საათიანი მომსახურება 29 და 30 დეკემბერს. შეგვიძლია მაგათთან მივიდეთ ფილიალში და ვიყიდოთ. ამაზე გემრიელს მეც რა შეჭამ. ხო, ხო თუ თხარი რომ ხორცის გემოიანი ტორტი არ მოგცენ. აი მე ერთხელაც ხარ მეცა და ჩემით გამოცხობა, ჰა. აღარ დავნამავ კატლეტიზათით და ეგ იქნება. არ გამოაცხოთ უდნო მაინც გიყვარ შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანის ორგანიზმი. დი არ გამოაცხო, თორე ტუალეტში ისე ვერაფერს ვიზავ ხოლმე. მოდი ერთხელაც ვცდი რა და თუ არ გამოვიდა მე ვიყიდოთ მადარტი. ინგა რა შვებია? რატო აღარა ცხობ რა მოხდა? არაფერი. კაი თქვი მიდი. გამოვაცხე, მაგრამ ბოლოს დოგვით დავკრე მე ტორტი. Good evening, teacher. მას ხوار დავაგვიანით. Good evening. It's fine. Das redet mit dir aber უცებ და open your books on the page 95. თიკლე ყავახوار კიდეთ მოგიდუღოთო. აუ მას მე დალა ვერ ტყავას თუ შეიძლება ნალექიანი შაქრის გარეშე. Oh, you want some coffee? Okay. Anastasia, you want some too? კი მას დავლევმით, თეკლას უარს ხო არ ვიტყვით. გოგოთავალებო დაწერით, ამავიწყდა გუშინ მაგის დაწერა. ის არ დაგავიწყდა, ხო კაფეში რო წახვიდით გუში და ერთი არ მომწერეთ. აუ ზუსტად ვიტყვით რომ მაგას წამომაძახებდი. სალაპარაკო გამიხადე. Here's the coffee, but don't drink yet, it's too hot. აუ პირი დამეთუთქა. ინგლისური რო გესმოდეს არ დაგეწვებოდა პირი. მას დავალებას ხო არ შეამოწმებთ, მე მიწერია. თეკლე შენ? აუ მას მე ვერ მოვასწარი გუშინ დავალების დაწერა. ბიბია ჩემი გახდა ცუდად და მთელი ღამე სავარდიმყოფოში ვიყავით.
თეკლა შვილო, ბებია შენი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, სამძიმარზეც ვიყავი. აუ მაპატიეთ მას. აუ ტელეფონი მირეკავს. მას can I answer the phone? ხუთიკო. რა? ლექსო გაუჩინარდა. ომარიკო მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას გოგო, ხანძარი მინდა ეხლა სახლში, ძლივს ბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არ მცალია, ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს? მინდა კი არა, უნდა მყავდეს. რეები ჩაწერია ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი, პირველი ატე ჩავწერი, მე რაღაცები მიწერია კიდე. ნეტა რამე გრანტი არ გაღებინა ანასტასია, ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თვითონ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა, კუჩი რო წყლული გამიჩნდება ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტე სად არის შორია აქედან? საბურთალოზეა იქ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იცი, ომარიკო? მე ბევრი რამე ვიცი. აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება ომარიკო, შენი პარიკმახერი. წავედით. აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა. ომარიკო, ნუ დარბიხარ კაცო, წაიქცევი. შეხედე რა. ინგა როგორ ახარ ჩემო გოგო? რა შვებია ბა? მაღაზიაში გამოვედი და. რა ვიცი გოგო, ისეც ხელა სახში რომ მე ჩამოვედი ჰაერზე, ბავშვს ჩამოვხედე თან. მივით მე. რატომაც არა? კაია. თლიანი აიღე მეთქი ის კი არ მითხო. ვაიმე ომარიკო, მან დარდაჭდე. გაგიჭუჭყიან და კაცო შორტები. შეხედე რა. გოგო ასეც ნუ კი უშლი ბავშვს, ყველაფერს ცოტა უნდა მიუშვა. აჰა, რჩევებსაც მაძლევს. გოგო, რა ჭირს ჩვენი კორპუსის სახურავს, თავჯდომარე რო ხარ. დედა რა ტიპი ხარ, ინგა? ტიპი ვარ ხო, ტიპი. მიდი აბა შენიცი. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ კაცო, მაგ ბალაკებში გიკმეს რაღაცა. უყურე რა. უკაცრავად ქალბატონო, აქ მეორადების მაღაზია მომასწავლეს და ხო არ იცით სად არის? კი, აი ამ კორპუსის უკან არის ამერიკული მეორადები. აი მე-16 კორპუსი რო არის, მაგის წინ გარაჟია და მან არის თურქული მეორადები და აქ რო დიდი მაღაზია, მაგის მეორე სართულზე არის ევროპული მეორადები. მეორადი ქალების თუ გჭირდებათ, ეგეც ვიცი კიდე სად არის აქ. რეებს ლაპარაკობ კაცო. მიმასწავლეს ნანი ხო, ერთმა უცნაურმა ქალბატონმა. მადლობა. უცნაურს განახებ თუ გამოგეკიდე ახლა. ვაიმე ომარიკო, ნუ დადიხარ რა, დაიღლები კაცო. აუ შემეშვი. ვის უყვიგი ხარ შენ? წამოდი ახლა სახლში. ინგა და გამოვუშვებთ კიდე? თუ ექნება სიარულის თავი გამოვა თვითონ. გამიძეხი. ანასტასია, გაემზადე მალე სოფელში მივდივართ. რამდენი დღით მივდივართ? ერთი კვირით ომარიკო. აღდგომების მერე ჩამოვალთ სწავლა რო დაიწყება. გამოდი გოგო, შენ კიდე ოთახიდან გამოეტიე. გაემზადე? კი, სატენი ჩავდი. დასაცმელებიც. ომარიკო, ეს პარკები მომაქმე და ცუდად თუ გახდები, იცოდე და მოგაწვდი. პანჯარა შაღრაირიო გული იცოდე. ხო, შაშან თქვენ უკან ვიჭექი და წილვაერია მას. გული უკან ჩემ პანჯარაზე იყო მოკრული ზეთისხილები და პამიდრები. აუ, ეგ დიჯუბეში რო პიცა ვჭამე, ვამჟავებული იყო და მაგიტო. ვირი გძინი მე მშავი რო იყო? არ ვიცი, მე მეგონა რომ ეგეთი გემო უნდა ქონოდა. ვერ არის. ამშავებული რამ გაჭამა, ბიჭო? რა მაჭამა და შენ? რო ეუბნებოდი ფული მაგადახდელი ბოლომდე შეჭამეო. რამდენს ლაპარაკობენ ესე? წამოდით ახლა გამოვადგით ფეხი რა. ომარიკო, ხო არ გინდა ბანანი კიდე? რამდენი ბანანი იყიდე? ღვანკიში მიდიხარ, ტროპიკებში კი არა. შენ კიდე რა გჭირს, რამდენი ბანანი უნდა შეჭამო, ხამივით რო იქცევი. აღარ მინდა. აუ, ჩემი მგონი გული მერეო. ომარიკო, ეს პარკი გამომართვიმოდი. მოშოვდი პანჯარას. უყურე რა. ისევ ჩემ პანჯარაზე აერია გული. მოხოთ ამჯერად ხილის ასორტი შემოგთავაზა. საწყალი ბაყაყის ფიქრები არავინ არ იცის. აბა
გამოიწვევენ ბავშვებო ეს სიმღერა? კაი, ნუ დიდი ხართ ხო? ვიმე დედა? მას მაგ ბაყაყს მთელი ოჯახი მოუკვდა. კი, ხო იყო ეგ სიმღერაში ნახსენები ბავშვებო. მოდი გავიხსენოთ. ნიანგმა შეჯამა ოჯახი, დარჩა цаრიელი ოთახი. კი, მთელი ოჯახი დაეყუპა. მას დამრეკებელმა გითხრა, რომ ზეიმი მხიარული უნდა იყოს. მე არ გვაქვს მხიარული სიმღერა ლომსაძე? ხუთ სიმღერას რო ვინიღებთ ბავშვებო, ბოლო იქნება მხიარული. და რა ერქმევა ბოლო სიმღერას მას? ბოლო სიმღერას? ნახოთ. ბოლო სიმღერას ქვია? ხო, ცალთვალა ზებრა. ნეტარანაირად იქნება იქ მხიარული სიმღერა. მას რატომ მასწავლებლებმაც უნდა იმღეროს ზეიმზე და იმასაც თქვენ ამეცადინებთ? კი, სამწუხაროდ. ბავშვები, მე მგონი არ ირეკება ზარი და ხო არ ვიმღეროთ ცალთვალა ზებრაც. აი დაირეკა ზარი მას. კიდე კაი თორე ამას ვეღარ მოვისმენდი. ბავშვებო, წავედით ეზოში დაჭერობანაზე. აბა დაილეწეთ მიდი ახლა თავპიდი. ნიტა ერთი ვინ გისმენს? შტერი ჩერჩედები. მე გისმენდით მას. ოკეი, ერთი გაჩერდი ახლა. წადი მიდი ითამაშე შენც. ჩერჩედების დედოფალი. ეგეც გავიგე მას. ომარიკო, ეხა შევდივარ მე თიმში მშობათა კრებაზე. ნიდაიბო გრამე ცუდი მითხრა ნიცოდე. არ გეტყვიან არაფერს. აბა შემოხვედით მშობლებო ყველა. თუ ამოვიკითხო აქაცია. არა, აქ ვართ ნატო მასწავლებელო ყველანი. ზოგი ზედმეტიც კია. ძალიან და შეკრიბეთ ახლა. ბავშვებს აქვთ აკლებული თიმში ჩათები, აი ეგრე მთელი გაკვეთილები რაღაცეებსაც წერენ, ჩათაობენ, გაკვეთილსა კიდე რა ვიცი უსმენს თუ არა ვინმე ხუიბუზნაეთ. ნეტო მასწავლებელო, მარტო იმათი მშობლები რო შემოგიყვანათ თვისი ბავშვი ცუდად იქცევა. აბა უყურე ახლა. სხვათა შორის თქვენი და თუ უნდა იყო იმ დღეს რო აღიარა ინგლისურზე რომ ის დავალება დედაჩემმა დაუწერა ომარიკოსო და რაც იმ დავალებაში ეწერა კიდე იმის თქმას ახლა მე აქ არ ვიკადრებ. ვიღაცებს ნამუსი და ფარდა ერთდროულად აეხადათ გოგოებო. შეიძლება ეგრეც ითქვას ინგე ჩემო კარგო. მოვედით აეროპორტში. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ 3 საათია ფრინამდე დარჩენილი. დაიწყება რეგისტრაცია ცოტახანში და ჩავდგებით რიგში. თიკო მიდი აბა აწონე შენი ჩანთა. რამ სიმძიმე გუღადაობ? ამოაკელი მიდი რაღაცები და გადაიცვი. აი თეთრი მაისური შემოიხვია კისერზე. ვითო შარფია. მე 4 მაისური ხომ აწვე დამშარული შეგინთ კიდე პიჟამა მაქვს ამოწმული. მე 9 მაისური ბრაც მაქვს შარული ჯიბიში მიდევს. ამ ეკრანს უყურეთ, ჩვენი რეისი რო დაეწერება ჩავდგებით რეგისტრაციაზე რიგში. რეგისტრაციაზე მარტო პასპორტს ვაწვდით, ხო და მე მივიდოთ უსაფრთხოების კონტროლზე. ხო და უსაფრთხოების კონტროლზე უნდა გაიხადო ყველაფერი და წრიბინა კარებში უნდა გაიარო. ერთი წუთი. შიშვალმა უნდა გავიარო იქ. ეგ რომ წედი და საერთოდ წამოვიდოდი აქ. რა შიშველი გოგო ქურთუქსი ხდი მარტო ჩანთას მოიხსნი. მაგას გაატარებენ იქ სკანერში. წყალი დავითრიოთ რა აქ სადმე და გვჭირდება. დაიცე წყალზე მეგეპატიჟებით გავალ და ვიყიდი. თიკო ის რა მაგარი არა მადრიდში რო ვიქნებით. შურიანები იმინა ჩაიხჩობიან ბოღმაში, ოქროშვილი და ეგეთები. თეკლი არ მოიტანე წყალი? რაც გოგო რა ფერი გადევს სახეზე? ან კითხო 7 ლარი ღირდა ერთი წყალი. მეთქი 6 ლარს გადახდით ნამდვილად არ ვაპირებს ამ წყალში თქო და გამოვბრუნდი. ახლა ვფიქრობ რომელი უფრო გაუკვირდებოდა გამყიდველს. რო გამოვბრუნდი თუ 3x7.26-ია. მისმენთ ესპანეთში ინგლისურად ხო ლაპარაკობენ? სავარაუდოდ კი. მაგრამ შენი ინგლისურით მაინც ვერაფერს გააგებინებ. please და აქტუალურები საით არის? იმედია მოფსმა 7 ლარი არ ღირს. ხო, ხედავ ახლა ტელევიზორში. და საათი ხარ გოგო, მაგ გაგიცივდება ყველაფერი. ატეკი ხლავე დროზე. ანასტასია ტელევიზორში? გადაცემაში მიიწვიეს დე? და გადაცემაში მიიწვიეს, ბიჭო, აქციაზეა ვერ ხედავ. დედა, ეს ნორა არ არის? ანასტასია შუგნიშანთან გაიხედე. ნორა დგას? მე ჟურნალისტი მეფარება კიდე ვერ ხედავ ვერაფერს. შეკიფარება პირდაპირეთშია ჩართული. ტელევიზორში გამოჩენა მეც მინდოდა. ის ბავშვიც ხო გამოჩნდა. და ნორმალური ხარ ბიჭო შენ? იმ ბავშვმა მე ევროვიზია მოიგო. გამოჩნდა. ხო, კაი, გაგითიშავ ახლა. გიყურებ იცოდებ დრონიდან. ჭკვიანად. ქართულში მაგ დასაწერი ეს და მიკარ ნახე. მომეცი. აიღე მიდი რვეული დაიწყე წერა. ბიჭმა გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის?
სულიყო დედა ეს თეკლა არ არის ანასტასია, თეკლა ამან და გეძებს სავარაუდოდ. აი ტროტუარზე გადადი მარჯვნივ. შენგან მარჯვნივ, ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. ჩემგან მარცხნივ რა ვიცი მაღლა აიხედე. მთავარი არხის დრონია და მანდან გიყურებ. კუდი წამოიფარე. შენ დავწერე ჩავალაგებ ეხლა ჩანთას. დედა სულ ეგ იყო? რავი 4 სიტყვა. ჩავალაგე მიდიხო რა ვიცი. მოვიდი, აუ ძალიან მეძინება, მთელი ღამე გავათინით. სად მიდიხარ შენ? აქციაზე. შენ რომ მოხვედი ეხლა მეწავალ ჩაგენაცვლები. თან ახალი პალტო ჩავიცვი, ხო და თუ გამოვჭდი იქ ტელევიზორში გადამიღე ფოტო.